თბილისში თვალჭრელიძის ქუჩაზე ხალხი ისევ ღიად სისქვეშ რჩება. მოსახლეობა ინვესტორისა და აღსრულების წინაშე პირისპირ დარჩა. რეჟიმი მათ შორის სკალაძე პროცესს გულგრილად შორიდან ადევნებს თვალყურს. ძველი ქარხნის შენობაში მცხოვრები ოჯახები ძალის გამოყენებით გამოასახლეს. თვალჭრელიძის ქუჩაზე აპირისპირება დილიდან დაიწყო, ადგილზე ვითარება პერიოდულად იძაბებოდა, ვიდრე მთელი დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე ჩვენ შემოგთავაზებთ სიუჟეტ, შევიტყოთ რა ვითარება ამ წუთებში. ზურა პეტროსიანი ჩვენი ჟურნალისტი შემოგვერთა პირდაპირ ეთერში. ზურა, შეიცვალა თუ არა მდგომარეობა დღის ბოლოს? ამ დროს შეიძლება ითქვას, რომ არის მოლოდინის რეჟიმი იმისა თუ როდის დაანგრევენ აი ჩემს უკან გარშენობას და მოქალაქეები, მოსახლეობა, რომელიც წლების განმავლობაში ცხოვრობდა ძველი ქარხნის ტერიტორიაზე, სწორედ ამას ელოდება, ოღონდ უკვე ჯებირს მეორე მხარეს და ხალხსა და ინვესტორს შორის ახლა დგას პოლიცია, ისევე როგორც დილითაც, როდესაც ჩვენ მოვედით ადგილზე, ძალიან ადრე დღეს დილით დაიწყო სწორედ იძულებითი გამოსახლება და ფაქტობრივად 2 საათში მოსახლეობის ნაწილი გამოყარეს ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით და ამ ყველაფერს აკეთებდა არა მხოლოდ პოლიცია, არამედ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი და რაც ძალიან ნიშანდობლივი იყო, ადამიანები, ნიღბიანი არაფორმალური დაჯგუფებები, რომლებიც ასევე შეიყვანეს აი ამ ტერიტორიის მიღმა. თქვენ ხედავთ ახლა, რომ ნაწილობრივ ადამიანებს დღის ბოლოს მაინც მიეცათ რომ საშუალება რომ გამოიტანათ მათი კუთვნილი ნივთები, უნდა ითქვას, რომ თქვენ ხედავთ მათ შორის სამშენებლო მასალას, ვინაიდან ოჯახების ნაწილი სწორედ პარალელურად შესახლების შემდეგ ცდილობდა რომ ერთგვარი კერა შეექმნა ამის და მცდელობა ჰქონდათ რომ მათი სახლი გამختارიყო ეს ტერიტორია. ასევე დილის შემდეგ არის ნივთები გამოტანილი, ნაწილი მათი, რომელიც ასევე აქ არის და ამ ნივთების პატრონები ამბობენ, რომ მათ უბრალოდ წასასვლელი არ სადაგვთ და შესაბამისად მათ ღამის გათენება მოუწევთ აქ. რამდენ ადამიანს მოუწევს ღამის გათენება აქ? ეს დაახლოებით 150 ოჯახია, საუბარი არის 500-მდე ადამიანზე. თქვენ ხედავთ მათ ნაწილს ისევ ჩვენს ობიექტივში, რომ ეს არის ერთადერთი რაც მათ შერჩათ და შესაბამისად ისინი ელოდებიან გარკვეულ გადაწყვეტილებას, იქნება თუ არა მიღებული მერის მხრიდან, ან დაინტერესდებიან თუ არა იმით, სად აპირებს ეს ხალხი დღევანდელი ღამის გათენებას. აქ საუბარი არის ძირითადად ოჯახებზე, სადაც ყველა ოჯახში ფაქტობრივად არის ბავშვები და სწორედ ბავშვების თემა იყო დღეს ყველაზე მძიმე მოსასმენი და მათ შორის ჩვენ არაერთხელ ვნახეთ და მაყურებელი სიხილავს ამას ჩვენს რეპორტაჟში, რომ თუ როგორ ძალადობდნენ, ფაქტობრივად შეიძლება ასე ითქვას, პოლიციელები სწორედ მშობლებზე, რომლებსაც ხელში ბავშვები ეჭირათ. ქალბატონო, მოგესალმებით კიდევ ერთხელ საღამომშვიდობის. თუ შეიძლება ვიცი რომ დაიღალეთ ძალიან, მაგრამ დღესდღეობით დღის განმავლობაში მუშაობდით ჩვენ. აი ვხედავ რომ თქვენი ნივთების ნაწილიც აქ არის. უპირველესად მინდა გითხოთ, სად აპირებთ დღევანდელი ღამის გათენებას? ხონდა ჩვენ ამაზე საუბარი. ვერ გაგცემთ მაგაზე პასუხით, არ ვიცით. ჩვენც არ ვიცით. რაიმე შემოთავაზება იყო დღის ბოლოს? არაფერი, ჯერჯერობით არაფერი. ვდგავართ მთელი დღე და არაფერი შემოთავაზება არ გქონია. ვდგავართ ესე გარეთ. აი ამ ჯებირს მიღმა რჩებიან თუ არა ადამიანები, ვისთან ერთად ცხოვრობთ? ინფორმაცია გაქვთ, იმიტომ რომ ჩვენ ვერ შევდივართ იქ და არ ვშევდივართ. ჩვენ არ ვიცით. მოვედით დილით, აქ არ ვიყავით, ჩვენ გასულები ვიყავით, მოვედით და ესეთი ამბავი დაგვხვდა და შიგნით არ შეგვიშვეს რა ხდება, არ ვიცით არაფერი, ვერაფერს ვერ ვიტყვი მაგაზე. მადლობა. როგორც ხედავთ, სიტუაცია ძალიან რთული არის. განსაკუთრებით კი დაიძაბა დაახლოებით 3 საათის წინ, როდესაც ინვესტორმა სცადა მძიმე ტექნიკის შეყვანა ტერიტორიაზე. სხვათა შორის ერთ-ერთი ამ წე ამ დრომდე რჩება და გაჟღერდა ის, რომ უნდა დაწყებულიყო შენობის დემონტაჟი, რასაც მოყვა დაპირისპირება და მათ შორის რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა მათ დასჭირდა სამედიცინო დახმარება. მანამდე კი დილით ასევე სიტუაცია იყო უკიდურესად მძიმე, ვინაიდან სწორედ ამ შეხლა-შემოხლაში, როდესაც პოლიციელები ძალადობით ცდილობდნენ, ფაქტობრივად ძალის დატანებით ცდილობდნენ ამ ადამიანების გამოყვანას ტერიტორიიდან, 4 მათგანი დააკავეს. ჩვენი ინფორმაციით ისინი მცხეთის იზოლატორში იმყოფებიან. ასევე მთელი დღის განმავლობაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულთა შორის არის ერთი ქალიც, 5 შვილის დედა, როგორც ამას გვიყვებიან, თუმცა ამ ინფორმაციას ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროდან ჯერჯერობით ვერ ვადასტურებთ, თუმცა ეს არის ის, რასაც გვეუბნებიან ადგილობრივები. თქვენ ხედავთ ახლა, რომ მეორე მხარესაც, აი ამ ქარხნის ისევ რჩებიან ადამიანები. აღსანიშნავია ის, რომ აი ამ დანგრეულ შენობაში უკვე არიან შესულები როგორც ძალოვანები, ასევე მეხანძრე მაშველები და ისინი ცდილობენ იმ ადამიანების ნაწილის გამოყვანას, რომლებიც ამ დრომდე რჩებიან ბინებში და შესაბამისად
მათ გამოყვანასაც ცდილობს ჯებირს მიღმა, როგორც გითხარით, არის პოლიციელების უპრეცედენტო რაოდენობა, ფაქტობრივად პერიოდულად იღება ხოლმე ეს რკინის კარი და ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ თუ რა რაოდენობის სამართალდამცველები არიან მობილიზებული, რისთვის გაუგებარია, თუმცა იმ ადამიანთა ნაწილი, რომლებიც ამ შენობაში იმყოფებოდნენ, ჩამოიყვანეს ქვევით, მაგრამ ჯერჯერობით ისინი ტერიტორიას არტოვებენ. ასეთი არის სიტუაცია აქ ახლა, ახლაც ხედავთ რომ აღსრულების პოლიციის ნაწილიც გამოდის ფაქტობრივად მთელი ეს პერიმეტრი, რომელიც აერთიანებს რამდენიმე შენობას, ეს ქარხნის რამდენიმე შენობა იყო, ახლა სრულად პოლიციელების ხელშია და როგორ ვითარდებოდა მთელი დღის განმავლობაში სიტუაცია, რა სირთულის მდგომარეობა იყო თვალჭრელიძის ქუჩაზე, ეს ყველაფერი შეგიძლიათ უკვე ნახოთ ჩვენს რეპორტაჟში. 4 საათის განმავლობაში ასე ძალის გამოყენებით ცდილობდა პოლიცია ტერიტორიიდან ბავშვებისა და ქალების გარიდებას, რომლებიც პროტესტის ნიშნად ერთადერთი საცხოვრებლის დატოვებაზე უარს ამბობდნენ. ვარკეთილში თვალჭრელიძის ქუჩაზე ადრიანი დილით აღსრულების ბიუროს თანამშრომლების გამოჩენას მოსახლეობის მხრიდან ხმაური და პროტესტი მოხდა. ადგილობრივები ყველა შესასვლელს საკუთარი ძალებით ფიზიკურად იცავდნენ. დაპირისპირებისას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 4 ადგილობრივი დააკავეს. რასაკეთებ, კაცო, რატომ მიათხრევ? სუდადაა, გული აქვს წასული. გამოდი რა, ერთი გული აქვს წასული ადამიანს. სად მიათხრევ? გული აქვს წასული, კაც. არაფერი არა. არაფერი არა, გორზე არა, ნორმალურები ხარ. მედიამ გადაიღო კადრები, როგორც ჩატენეს ძალის გამოყენებით პოლიციელებმა უსახლკაროდ დარჩენილი კაცები დაკავების მანქანიში. შემოდიან ახლა და სკარებს ამტროვენ სახე და მიყრიან რაღაცა. წამოდი განახებ რა ვიწვალე მარტო ჩემი ხელები. ამოვიდა ყელში. არ გავალ არსად, საწევიდია. აი ეს ხალხი ქუჩაში რო გამოყარეს, სად უნდა წევიდეს? 1 ღამე, 2 ღამე. სად? სახლებიდან მოქალაქეების იძულებით გამოსაყვანად აღსრულების ბიუროს პოლიციელების გარდა ზურგს ნიღბიანებით უმაგრებდნენ. ყეტავენ და აღარ გვიშვებენ შეგნიდა. ესე ხო შეიძლება ამდენი ნაწვალები გვაქვს, ქუჩაში ვართ. არანაირი საარსებო არა გვაქვს, არანაირი ხამის გასათები არა გვაქვს. ვეუბნები რომ ჩემი ნივთებს გამოვიტან. ჯირში არ გადაყაროთ, ფეხით არ გადაუაროთ. გამოვალ, თქვენ წაიღეთ გასაღები, გააღეთ გარეთ, ნუ დაამტრო. არ დაამტრივო, არ გაანადგურო და. რა განვითარება და გათვლადა? რა გიძრო? თქვენ შვილებს როგორ უნდა შეხედოთ თვალდაზე თვალებს? არ გწხვენიათ უბრალოდ რას დაგამსგავსათ. ვიძინამ რას დაგამსგავსათ. ჩვენი ქართველი საამაყო პოლიცია დაგამსგავსათ მილიციას. გაწეული წინააღმდეგობის მიუხედავად ძალოვანებმა მოახერხეს და ეტაპობრივად შენობიდან გამოყარეს 150-მდე ოჯახი. ბავშვობაში გადაურში მე თვითონ აფხაზეთის ომს. მე გადმოვიყანე უკრაინიდან ჩემი შვილები. შემოვედი ჩემ საქართველოში, რომელიც შემოვედი აქ. რომელიც საცხოვრებელი არ მაქვს. მომცენ საცხოვრებელი და გადავალთ. არა ამბობთ, დაგვაყოლოთ ყველა. გაცხადება დავდები როგორც დევნილი, არაფერი ყურადღება არ აქვს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ერთადერთი თავშესაფრის გარეშე დარჩა 500 მეტი. ჩვენ ახლა ხელმარცხნივ კადრში ვხედავთ პირდაპირ ეთერის რეჟიმს ადგილზე თვალჭრელიძის ქუჩაზე უკვე მოსაღამოებულს დაწყებულია ხელახლა დაკავებები ადმინისტრაციული წესით ამ დროისთვის უკვე დაკავებულია 4 პირი ახლა კადრში ვხედავთ როგორ აკავებენ კიდევ ერთს ეს ხალხი წინააღმდეგობას უწევს აღსრულების ბიუროს რომელსაც თავის მხრივ ეხმარება პოლიცია
ჩვენ არ ვიცით ახლა დეტალურად აქ რა მოხდა, თუმცა გაღიზიანებულია ემოციურად რთულ მდგომარეობაში ხალხი, რომელიც ფაქტობრივად უსახკაროდ არის დარჩენილი, არ იციან ამაღამ სად გაათენონ და თითქოს სიმშვიდე იყო დღის ბოლოს, დღის განმავლობაში პერიოდულად იძაბებოდა ვითარება. ზურა პეტროსიანი ხაზზე გვყავს ჩვენი ჟურნალისტი. შეგვიძლია მას მივცეთ ახლა საშუალება მოგვითხროს რა ვითარება ადგილზე, რასაც ვხედავთ და რასაც ვერ ვხედავთ ისიც. ახლა სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა ისევ, გაგრძელდა დაკავებები. ამ წუთებში ჩვენს თვალწინ კიდევ ერთი მოქალაქე დაიკავეს იმის გამო, რომ ფაქტობრივად ის ითხოვდა ტერიტორიაზე შესვლას და ნივთების გამოტანას და როგორც ხედავთ, ფაქტობრივად პოლიციელთა დიდმა რაოდენობამ ის დააკავა და სწორედ ის გაიყვანეს ახლა ტერიტორიიდან. მისი ვინაობა ჩვენთვის უცნობია, თუმცა რაც ხდებოდა მანამდე, ეს იყო ის, რომ ის კიდევ ერთხელ ითხოვდა იმას, რომ შესულიყო ტერიტორიაზე, უბრალოდ სადაც მისი კუთვნილი ნივთები იყო და ითხოვდა მათ გამოტანას, რასაც მოყვა აგრესია პოლიციელების მხრიდან. ეს უკვე გამოდის რიგით მეხუთე დაკავება დღის განმავლობაში. ზურა, შეგიძლია გითხრა, რატომ არ აძლევენ ამ ნივთების გამოტანის შესაძლებლობას ადამიანებს, რომლებიც გამოასახლეს ამ შენობიდან? ეს ჩვენთვის აბსოლუტურად უცნობი არის, ვინაიდან მას შემდეგ, რაც პირველი ეკიპაჟი გამოჩნდა პოლიციის, ფაქტობრივად რკინის კარი ჩაკეტეს და ამის შემდეგ ჩვენ არ მოგვცემია შესაძლებლობა, რომ გვენახა რა ხდება შიგნით. მოქალაქეთა ნაწილს გამოატანეს ნივთები, თუმცა ძალიან დიდი ნაწილი მთელი დღის განმავლობაში ამას ითხოვდა, რომ მათ ჰქონდათ დოკუმენტაცია, პირადი ნივთები, ბავშვების ნივთები და აი ამას არ აკმაყოფილებდა პოლიცია. მე ვერ გეტყვით, რატომ არის და რას ემსახურება, რა მიზანზე ეს, თუმცა მთელი დღის განმავლობაში ერთ მოთხოვნა არ კმაყოფილდებოდა. თქვენ ხედავთ, რომ პარალელურად კიდევ ერთი მანქანა გამოვიდა, ასეთი სატვირთოები რამდენიმე შევიდა ბოლო 2-3 საათის განმავლობაში. ეს სატვირთოები რისთვის ჭირდება, ზურა, რომ რაც გამოტანილია ნივთები ისინი გადაიტანონ თუ სხვა დანიშნულება აქვს რამე? ჩვენი ინფორმაციით ეს სატვირთოები არა მოქალაქეების, არამედ ინვესტორის არის, თუმცა რისთვის შეყავდა? დიახ, ინვესტორს გულისხმობს, სწორედ ეს კიდევ უფრო გაუგებარს ხდის თითქოს ამ ამბავს, რას ემსახურება. აბსოლუტურად გაუგებარი არის, იმიტომ რომ თუ ჩვენ დღის განმავლობაში დილას განსაკუთრებით ხედავდით აღსრულების ბიუროს სპეციალიზირებულ ასეთივე სატვირთოებს, ეს გასაგები იყო, მაგრამ ახლა არის ესეთი კერძო ტიპის სატვირთოები. კი, და აი ხედავთ, რომ ასეთი ეს დაახლოებით მეორე არის ბოლო ერთ საათში, როგორც ტოვებს. კი, მუშაობს, ბოდიში გამოიწევს. კი, უყურე, კი არა, ხედავთ, რომ პოლიცია ჩვენ გვიშლის ხელს მუშაობაში. აი რა არის ამ სატვირთოებში, რა გაიტანეს, ეს ჩვენთვის უცნობია. ზურა, მოდი ჩვენი მაყურებლისთვის კიდევ ერთხელ დავაკონკრეტოთ. რამდენი ადამიანი, რა რაოდენობა დაახლოებით გამოიყვანეს შენობიდან იძულებით, მათი ნაწილი რჩება იქ თუ ყველა რჩება, ესეც ძალიან საინტერესოა და შენობაში რა ხდება თვითონ? მოდით ესეც დავაკონკრეტოთ, ჩვენ გადავინაცვლებთ ცოტა ქვევით. ფაქტობრივად აქ იყო საუბარი 150 ოჯახზე და დაახლოებით 500 ადამიანზე, რომლებიც ცხოვრობდნენ ქარხნის ტერიტორიაზე. მაყურებლისთვის გასაგები რომ იყოს, ეს არის 3 სხვადასხვა შენობა, ქარხნის, დიდი ქარხნის და ყველა მათგანში ეს ადამიანები იყვნენ შესახლებულები. დღის პირველ ნახევარში მათ დიდ ნაწილს დაატოვებინეს იძულებით, თუმცა მოქალაქეთა ნაწილი უარს ამბობდა გამოსვლაზე, მათ შორის ჩვენ არაერთხელ ვნახეთ იმ გარკვეული ადამიანები, რომლებიც სახურავზე იყვნენ ასული და ასე აპროტესტებდნენ ტერიტორიის დატოვებას, ისინი იძულებით ჩამოიყვანეს, თუმცა ახლა ჩვენი ინფორმაციით შენობაში ადამიანები არ იმყოფებიან, თუმცა რჩებიან ამ რკინის ჯებირს მიღმა და მათ გამოძევებას ცდილობს ახლა პოლიცია. ანუ ნაწილი მოქალაქეების გამოიყვანეს ქარხნის ტერიტორიიდან, ხოლო ნაწილი ამ დრომდე რჩება და მათ გამოსახლებას ცდილობენ ფაქტობრივად ახლა. გვაქვს შესაძლებლობა ხომ არ გავესაუბრებოდით ზურა თუ არიან აქ ისევ ვისაც სურთ აზრის გამოთქმა მოქალაქეებს ვიცით რომ არ არის მარტივი მდგომარეობა აი ახლა რაღაც შეელაპარაკება პოლიციასთან ჩვენ ვცდილობთ რომ დავზოგოთ მათი ემოციური ფონი ეს მოგმასმენინეთ თუ შეიძლება ზურა რა კომუნიკაცია ამ წუთისთვის გაგიკეთებია და მაგის ვერე შენი იმედი ვინმეს რამეში უნდა გქონდეს არ უნდა გქონდეს იმიტომ რომ შენ თვალწინ შენი შვილი სწავლა ადამიანებს წემეს მე მოვიდეს შენთან მოგცეს ჩვენება და შენ არაფერი არ გაგიკეთებია
თქვენც იქ იყავით ბატონო ლადო თქვენც იქ იყავით და ის მითხარით ეგრამატია მე შედე საერთოდ ამოყავი მეკუთვნებსო აი ეგრე მითხარით თქვენ თვალს იცით კამერებში ყველაფერს ძალიან კარგად ნახულობთ აუცილებლად მაგრამ ფეხებზე გეკიდათ იმიტომ რომ ადამიანის სიცოცხლე თქვენთვის არაფერს არ ნიშნავს დევადების აქციები თქვენთვის აი ეგ ხედავთ ფაქტობრივად ძალიან ცინიკური დამოკიდებულება არის პოლიციელების მხრიდან მე შევეცდები გავესაუბრო კიდევ ერთ მოქალაქეს პირდაპირ შუბუშავთ თქვენს რა მოხდა რის გამო დააკავეს ადამიანი ჩვენ ვიხილეთ ახლა კიდევ ერთი დაყალბა თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ მოდი დაგდავთ უკაცრავად თუ შეგიძლიათ აქ არის ჩვენი კამერა შეგიძლიათ თუ არა გითხრათ რა ინფორმაცია გაქვთ ვინ დააკავეს და რა ლადო ქვია მოკლედ ჩვენი ანუ მეზობელია ასე რომ ვთქვათ ხო და ისეთი არაფერი არ უთქვია ნასვამ მდგომარეობაში იყო ეს ბიჭი მთელი დღე გაღიზიანებული და სტრესილები არიან ეხლა რა მაინც ხალი სხვანაირად განიცდის და კაცი კიდევ უფრო სხვანაირად განიცდის თქვენთან მინდა დავაზუსტო ანუ ფაქტობრივად ამ რკინის ჯებირს მიღმა ჯერ კიდევ რჩებიან ადამიანები ხო კი არიან შიგნით ისა კი ბატონო ისიც მინდა დავამატოთ ჩუმად შეიყვანეს რამოდენიმეჯერ დღეს გავყარეთ ჩვენ რუსთავი 2 და იმედი და თურმე ჩუმად შეუპარებიათ და შიგნით სთავაზობდნენ ხალხს ანუ დაწერილ ტექსტს ესე და ესე ილაპარაკეთ და თანხას სთავაზობდნენ თანხის სანაცვლოდ ესე ილაპარაკეთ ჩვენ რასაც დაგიწერთ ისე ილაპარაკეთ და ბინებს შეპირდნენ ვითომ აი წარმოგიდგენიათ როცა ჩემთან ერთად ის მერიის თანამშრომელმა უარი უთხრა ქალს უარი უთხრა რომ არ გეკუთვნით ისა მოდის მე ის ქალი და იძახის რომ იცი ჩვენს მოვისმინეთ რომ მას უთხრეს უარი და დღის ბოლოს გაირკვა რომ გარკვეული ფულები დაუბრუნდეს კი ბატონო და ეს მოხდა ტელეკამერით 4 თვის ქირა მომცესო ასე თქვა 4 თვის ქირა მომცესო ანუ არიან ესეთებიც ისა ანუ დაწერილი ტექსტი წააკითხა იმედმა და რუსთავი 2-მა მადლობა ხო დღეს უნდა ვთქვათ რომ სამთავრობო მედია ძალიან აქტიურად მუშაობდა სხვათა შორის ეს იყო ერთადერთი მედია რომელსაც მისცეს საშუალება რომ შესულიყვნენ შიდა ტერიტორიაზე და გადაიღოთ მოდით თქვენს გაგესაუბრებით თუ შეიძლება ვნახეთ თქვენი ფაქტობრივად ესეთი კამათი პოლიციასთან რაც შეეხებოდა რა იყო თქვენი სათქმელი ჩემი სათქმელი ზოგადად დღეს არის ის რომ ესენი რასაც საკეთებენ არის სამარცხვინო ყველაფერი და არის ჩვეულებრივი რუსული სპეცოპერაცია რომლებიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გამოიყენეს მცირეწლოვანი ბავშვები დატოვეს სახკარის გარეშე ეხლა კონკრეტულად იმაზე მქონდა პრობლემა რომ ადამიანი უყურებს დაკავებებს ცემებს ადამიანის და ანუ ერთადერთი რეაქცია რაც არის მათი არის ის რომ იცინიან თელ დღე დგანან და იცინიან და რამოდენიმე ხნის წინ ამ ადამიანებთან ჩვენს გქონდა შეხება სტუდენტურ მოძრაობაში როცა უნივერსიტეტში გაგვისწორდნენ ფიზიკურად დავწერეთ კიდევაც საჩივარი მაგრამ რა ვიცი როგორც მაყურებლების 90% არ დაურეკავს ჩემთან ისე არ დაურეკავს ამათაც და იძახიან რომ გამოძიება მიმდინარეობს ძალიან ცუდად გაგვისწორდნენ როგორ ფიქრობთ აკვირდებით თელ დღეს სიტუაცია ფაქტობრივად ისეთი ტიპის მობილიზაცია არის არა მხოლოდ პოლიციელების განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის არის მაყურებლისთვის რომ აღსაქმელი იყოს ძალიან დიდი ქუჩა არის მთლიანად პარალიზებული ერთ-ერთი მოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ფაქტობრივად ჩავლა შეუძლებელია აი რა კი, გადაკეტილი აქვთ ქვევით, არ უშვებენ არანაირ მანქანას, გარდა თავისი მანქანებისა, იმიტომ რომ რეალურად, ანუ როგორც ჩვევიათ ხოლმე, საზოგადოება მოწყვიტან ყველაფერს ვაკუუმში ამყოფენ და უთხრან არაფერი არ ხდება. კი ბატონო, მადლობა, მოკლედ ასეთი არის სურა, დიდი მადლობა. ასეთი არის სიტუაცია. ახლა ხედავთ რომ დაგიბრუნდებით თუ შეიძლება სიტუაცია რა. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა.